კანონმდებლობით ზუსტად განისაზღვრა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ სამშენებლო მომსახურებით მიღებული შემოსავლის დაბეგვრის რეჟიმი. ამასთან 2025 წლის 1 თებერვლიდან მცირე ბიზნესის გადამხდელების მიერ სამშენებლო მომსახურების გაწევა იბეგრება საერთო წესით. მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით თემაზე სასაუბროდ შემოსავლების სამსახურისა და ბიზნეს პარტნიორის ყოველკვირეული რუბრიკის სტუმარია ლაშა კობერიძე, შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. ამ თემაზე ძალიან ბევრი კითხვა იყო, მათ შორის ჩემს გარშემოც უკითხავთ, ამიტომ ძალიან საინტერესო ახლა მათ გავცეთ პასუხები და შესაბამისად მივაწოდოთ ამ საკითხთან დაკავშირებით მეტნაკლები ინფორმაცია. თავდაპირველად რა ცვლილებაზეა საუბარი, რაც შევიდა ძალაში და შესაბამისად მე უკვე გავყვეთ აი ამ თლიანობაში ამ პროცესს. ამიტომ თავდაპირველად დავიწყოთ ჩვენი საუბარი ამ ცვლილების მეტი განმარტებით. კი ბატონო, დიდი მადლობა ძალიან პირველ რიგში მოწვევისათვის. ყოველთვის კარგია, როდესაც ხდება ინფორმაციის ესე ფართო აუდიტორიისთვის მიწოდება, გაცნობა და უფრო დეტალებით შეგვიძლია რომ ჩავშალოთ და გზადაგზა კითხვა-პასუხშიც ბევრი დეტალს გავცეთ პასუხი. მართალს ვძანებთ, დიახ, იყო სიტუაცია, როდესაც საერთო წესით, ანუ ცვლილება შევიდა დეკემბერში, მაგრამ ამოქმედება მიიღო 2025 წლის 1 თებერვლიდან, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა კონკრეტული საქმიანობები და ამ საქმეებიდან მიღებული შემოსავლები, რომლის მიხედვითაც ეს საქმიანობები არ იბეგრება სპეცრეჟიმით, რომელიც მოიცავს მეწარმე ფიზიკურ პირის შემთხვევაში მცირე ბიზნესს და მოხდება მათი საერთო წესით დაბეგვრა. ეს არის ერთგვარი ცვლილება, ოღონდ აქ განმარტება მინდა შემოვიდა, რომ მსგავსი საქმიანობები მეხუთე დანარჩ 415 მთავრობის დადგენილებაში შევიდა და უკვე არსებობდა კონკრეტული საქმიანობები და ესეც უბრალოდ დამატება მოხდა ამ ნაწილში საქმიანობაზე 415 დანარჩი 415 დადგენილების მეხუთე დანარჩი და დამატებით დაემატა იმ მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები. მაშინ ახსნათ რა მიზანს ემსახურება და რატომ გახდა ამის დამატება საჭირო? კი ბატონო, რამოდენიმე მიზეზი აქვს ამ ყველაფერს. ერთი რომ საკითხის შესწავლიდან გამომდინარე, ორად გავყოფდი ამ მიზეზს. პირველი, საქმიანობები უკვე არსებობდა პრაქტიკაში, რომელიც არ იბეგრება სპეცრეჟიმით და ის გასული არის მცირე, ესე რომ ვთქვათ, ბიზნესის დასაბეგრი შემოსავლების მცნებიდან და იბეგრება საერთო ჩვეულებრივი წესით და შესაბამისად ამ ნაწილში საქმიანობა დაზუსტდა, დაემატა ერთი. მეორე, იყო რიგი შემთხვევები, როდესაც შესაძლოა არის ეს ბუნდოვანება გადასახადის გადამხდელების მხრიდან გამოყენებული ყოფილიყო, მაგალითად, გადასახადის განაწილებრივ თავის არიდების კუთხით, ან რაიმე გაურკვევლობები. თავს არიდებდნენ, ანუ ცდილობდნენ ამის გამოყენება. მათ შორის ეგ დეტალი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი მიზანი ამ ნაწილში იყო. კი ბატონო, თავისებურად ბუნდოვანების ნაწილიც, გაურკვევლობის ნაწილიც იყო ამ ნაწილში, ვიღაცა ბოროტად იყენებდა გადასახადის გადამხდელიც, მაგრამ ის საქმიანობები უკვე არსებობდა, პრაქტიკა რაღაც ნაწილში არსებობდა და იმას მოერგო უკვე კანონმდებლობის ნაწილიც. კიდევ ერთი განმარტება რომ მივცეთ, რა სახეობებზეა საუბარი ამ ჩამონათვალში, ანუ ვის ეხება და რას ეხება? კარგი კითხვა. დიახ, ეს არის ანუ 415-მდე შევიდა სამი საქმიანობის სფერო, ძირითადად რომელიც უკავშირდება მშენებლობას. ეს არის საქმიანობის ეროვნული კლასიფიკატორი, ეს არის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური საქმიანობის სახეებია განსაზღვრული. მოიცავს სამ ჯგუფს. ეს არის 51-2, 52 და 53, ესე რომ ვთქვათ, განყოფილებები და მასში შედის თითქმის ყველანაირი მშენებლობა. ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, საცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობა, არასაცხოვრებელი მიზნით, სპეცმშენებლობები შეიძლება იყოს, შეიძლება იყოს კომერციული ფართები, არ ვიცი, ნებისმიერი გზა, მოპირკეთება, ნიშანდება, თუნდაც განათებები, როგორც ერთბინიანი, ისე მრავალბილიანი სახლები და ასე შემდგომ. ყველა ის, რაც მშენებლობას და შენობა-ნაგებობის მის, ესე რომ ვთქვათ, სრულყოფილებას. აქ საინტერესოა შემოდის კიდე ერთი კითხვა. რა იმ შემთხვევაშიც ხდება დაუშვათ ამ საქმიანობის ამ მიმართულებით დაბეგრვა, როდესაც კონკრეტული მცირე მეწარმე რეალურად მომსახურებას გაუწევს არა იურიდიულ პირს, არამედ გაუწევს ფიზიკურ პირს. ანუ ამ შემთხვევაში პირობითად მე რომ გამიწიოს ვიღაცამ მომსახურება ამ ნაწილში. მაგ შემთხვევაშიც მოქმედებს ეს რეგულაცია? მართალ ვზანებთ. არა, მოდი დავუკონკრეტოთ ეს ცვლილება. აღნიშნული საქმიანობები თუ მცირე ბიზნესი უწევს საწარმოს ორგანიზაციას, ან მეწარმე პირებს, ანუ მარტივად რო ვთქვათ, თუ ეკონომიკურ საქმიანობის განმახორციელებელ პირებს ემსახურება, ამ ნაწილში ის იბეგრება ჩვეულებრივი წესით, ხოლო თუ ის თქვენ გაგიწევთ იდივე მეც, სახში ყველას გაგვეკეთებია რემონტი, შეღებვა იქნება. დიახ, ზუსტი კითხვა იყო, ანუ მაგ ნაწილში მას არ ეხება. შესაბამისად ის ისევ რჩება 1%-იან დაბეგვრაზე და ისარგებლებს იგივე ბენეფიტები და შეღავათებით, რაც მართლაც აი ამ უნიკალურ მცირე ბიზნესის დაბეგვის რეჟიმს აქვს. შესაბამისად ამ ბენეფიტებს კვლავ გამოიყენებს, ეს თუ იქნება არაეკონომიკური პირისთვის გაწეული მომსახურება.
კიდე ერთი ნაწილია თვითონ რადგან მცირე ბიზნესი თქვენთანაც ახსენეთ ახლა ეს ფრაზა მცირე ბიზნეს განსხვავებული დაბეგვრის რეჟიმი აქვს რეალურად აი ეს კორელაციაში ერთად როგორ ჯდება და რეალურად როგორ იბეგრება მაშინ დაბეგვრის რა მექანიზმი გამოიყენება ამ კონკრეტული მცირე მეწარმისთვის რომელიც მშენებლობის ნაწილში დაუშვათ საქმიანობს. კი ბატონო, გაჩნდება ეგ კითხვაც. შევხედოთ, ესე იგი გამოვიდა რომ მე ერთ პატარა დამატებას გავაკეთებ აქვე რომ ეს შემოსავალი რომელიც სპეცრეჟიმით არ დაიბეგრება და საერთო წესით იბეგრება, ანუ ცვლილების ამოქმედების საქმიანობები რაც არის, ერთი უნდა გავითვალისწინოთ რომ აღნიშნული არ მოქმედებს მცირე ბიზნესისთვის დადგენილი 500,000-იანი ლარის ზღვრის გაანგარიშებაში. ანუ მე მცირე ბიზნესი კვლავ არ ვრჩები, ვაკეთებ საქმიანობას, უბრალოდ აქედან ამ ცვლილების შედეგად ამოქმედებული საქმიანობების ფარგლებში ვეწევი ეს მცირე ბიზნესს და პარალელურად შეიძლება მცირე ბიზნესი გავწიოს სხვა, მათ შორის თქვენი წინა კითხვის პასუხად რო ვთქვა, ნებისმიერ ფიზიკურ პირთან მიმართებაში რემონტში, იქ იმ ნაწილში რომელიც გავწია ეკონომიკურში ვიბეგრები ჩვეულებრივი საერთო წესით 20%-იანით თავისი გამოქვითვებით და ამ ნაწილში 1%-იანი შეღავათით. ამიტომ მე შესაძლებელია ერთდროულად მქონდეს ორივე შემოსავალი 1%-იანიც და ჩვეულებრივი წესით დაბეგვრადი შემოსავალიც. აი თვითონ ინფორმაციის კუთხით რამდენად შეიძლება რომ ჩვენ ხო საუბრობთ მცირე მეწარმეებზე რომელთაც განსხვავებით მსხვილი კომპანიებისგან შესაძლოა საერთოდ არ ყავდეთ ბუხალტერი ან ყავდეთ პერიოდულად რამდენიმეს ერთი და ცოტა რთული მექანიზმი ხომ არ არის ამ ნაწილში და რამდენად შეიძლება რომ შემოსავლების სამსახური ამ მიმართულებით პირობითად მინიმუმ კონსტანციის კუთხით აეხმაროთ იმიტომ რომ რეალურად დაბეგვრის ორი რეჟიმი უწევს ხო ანუ ორი მიმართულებით იბეგრება და ამიტომაც საინტერესო კიდევ უფრო მეტად ავუხსნათ რა შემთხვევაში მოხდება ერთით რა შემთხვევაში მეორე და თუ დაუშვათ პირობითად მაინც ვერ იქნება გარკვეული პრობლემა აი ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება რომ შემოსავლების სამსახურმა მათ ან კონსულტაცია გაუწიოთ ან შეცდომის შემთხვევაში რა ხდება კარგით, გასაგები არის კითხვის შინაარსი. ნახეთ, ერთ მეწარმეების ინტერესებიდან გამომდინარე გამოვიდე და ამიტომაც მაქსიმალურად მინდა რომ მეტი ინფორმაცია მივცეთ. გულწრფელად მინდა რომ მაქსიმალურად ჩავშალო და დეტალებიც მათ შორის რაც არის, იმასაც გავამახვილოთ ყურადღება და პირიქით მადლობა ამ ჩაშლისთვის. ნახეთ როგორ რაღაც არის. დღის მდგომარეობითაც სანამ 2025 წლის 1 თებერვალს ცვლილება ამოქმედებოდა, მცირე ბიზნესს უკვე ჰქონდა ორი ტიპის შემოსავალი. მოდი ესე მარტივად დავყოთ. ანუ ჩვეულებრივი რეჟიმით დაბეგურის გათვალისწინებული შემოსავალი და სპეცრეჟიმით გათვალისწინებული შემოსავალი. ანუ ის ამ კუთხით უკვე გამიჯნას აკეთებდა მაგალითისთვის. მაგალითისთვის მცირე ბიზნესი რომელიც იჯარიდან იღებდა შემოსავალს, ის ისედაც ბეგრავდა 5-იანით ან 20-იანით. ნუ გააჩნია ვიზე ქონდა მიქირავებული ავტომობილის იჯარაზე, აქტივების ნამეტზე, დივიდენდი, როიალტი, პროცენტი, ეს ყველაფერი იბეგრებოდა ზუსტად იმ წესით, რაც ეხლა შემოვიდა 2025-დან სამშენებლოზე. ამიტომ გადასახადის გადამხდელს კარგად რო დაიცვას, ეგრეთ ვთქვათ და საგადასახადო ვალდებულება სწორად შეასრულოს, ორი ფუნქცია უნდა გამიჯნოს. მე უნდა გამიჯნოს რა არის ჩვეულებრივი რეჟიმით დაბეგვრას მიღებული შემოსავალი და ამის ნუსხა გამოქვეყნებულია დევს დოკუმენტის საჯაროა 415 დადგენილება მთავრობის და იქ არის დეტალურად გაწერილი და იგივეს გააგრძელებს, რასაც აკეთებდა, უბრალოდ დამატებით მოუწევს გაითვალისწინოს, რომ მშენებლობას თუ ეკონომიკურ სუბიექტს გაუწევს, იქ 20 დაიბეგრება და იმ 11 სახეობას, რაც აქამდე უკვე არსებობდა, რომელიც ჩვეულებრივით იბეგრებოდა, ეს მე-12 ნაწილი მიემატა. სხვა დანარჩენ შემთხვევაში არ იცვლება მისთვის არაფერი და ისევ იმ ბენეფიტების სარგებლობას გააგრძელებს, რასაც აღნიშნული რეჟიმი ითვალისწინებს. ერთ პატარა დეტალს აქვე დავამატებ, რომ აქ ასევე ერთადერთი დეკლარირების მომენტი შემოდის, რომ ეს რომ მცირე ბიზნესი რომელიც ჩვეულებრივი წესით იბეგრება, ის ადეკლარირებს წლიურად, ესე რა ვთქვა და იხდის შემდეგი 2025-ის ვალდებულებებზე გადაიხდის 2026 წლის, ესე რა ვთქვა 31 მარტის ჩათვლით, 1 აპრილამდე და მეორე ნაწილი. თუ ის სპეცრეჟიმით დაბეგვრას საქმიანობას განახორციელებს, მაგალითად არაეკონომიკურ სუბიექტს გაუწევს მომსახურებას, ის შემდგომისთვის 15 რიცხვამდე აგზავნის დეკლარაციას და ადეკლარებს ამიღებულ შემოსავლებს ბრუნვიდან. აი ესა ამაში განმასხვავებელი. კი ბატონო. და კითხვები თუ გაუჩნდებათ შემოსავლების სამსახურთან კონსულტაცია თუ შეუძლებთ. კითხვები გაჩნდება, იყო პარალელურად აღნიშნავ, რომ ცვლილებიდან გამომდინარე თებერვალში როგორც კი შევიდა ცვლილება, შემოსავლების სამსახურმა მეთოდოლოგიის დეპარტამენტმაც კი შეძლო იყო ჩატარებული ღირაკარის დღეები, შეხვედრები, მათ შორის აღნიშნული თემები ფართო მასისთვისაც გაეცნოთ და ეგზავნათ საერთო შეტყობინებებიც მაგ ნაწილში. მუშაობს სატელეფონო ცენტრი და ყოველთვის შეუძლიათ პასუხების მიღება, ასევე არის საკონსულტაციო მიმართულებები და ნებისმიერ დროს შეუძლიათ ამ კითხვებზე
სექტორზე მიმართონ. მათ შორის არაერთგზის ინფორმირება გადამფრენებთანაც დიახ განხორციელდა ძალიან ხშირად. და კიდევ ერთი ნაწილი, რომელსაც ასევე ავწევთ მინდა შევეხო, რეალურად დაკრძალული საქმიანობის ჩამონათვალია საკმაოდ ისეთი ხო ვრცელი. აი ამ შემთხვევაში როგორი მოქმედებს მცირე მეწარმეებისთვის დაუშვათ ამ ცვლილებით გათვალისწინებული ვალდებულებები რაიმე ტიპის პრობლემას უქმნის თუ არა? გასაგებია, აბსოლუტურად სწორი კითხვა არის. ნახეთ როგორ რაღაც არის მეც შემოხვედრია ძალიან ხშირად პრაქტიკაში ანალოგიური კითხვები, პრაქტიკულად არა, არ იმოქმედებს აკრძალული საქმიანობები, რაც მცირეს არ შეუძლია და სტატუსს უზღუდავს. ესენი გამომიჯნულია ცალკე, ძირითადად მან შედის ისეთი საქმიანობები, რომლებიც ნებართვას, ლიცენზირებას საჭიროებს, სავალუტო ოპერაციების განხორციელება ან აქციზური საქონლის წარმოება, შედარებით ესე ვთქვათ, მსხვილი საქმიანობები და ეს ნაწილი კვეთაში არ არის, ანუ არ გქონდეს იმისი შიში ან მოლოდინი, რომ რამეზე იქონიებს გავლენას. მე აკრძალულთან კავშირში არ არის ეს, აკრძალული დგას ცალკე და ამ ნაწილში ის ჩვეულებრივი რეჟიმით დაიბეგრება, უბრალოდ განაკვეთი შეიცვალა ამ ნაწილში, ესე რომ ვთქვათ, შედარებით უტრირებული. და ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ ერთგვარად შეჯამება რომ გავაკეთოთ, ვის ეხება, რას ეხება და რა უნდა იცოდნენ, აი მთავარი რაც უნდა იცოდნენ იმისთვის რომ დავუშვათ აი ამ ახალი ამოქმედებული ცვლილებების მერე თუ კიდევ ვინმე რამე კითხვა აქვს ამ მიმართულებით მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია რომ მიიღონ, მიუხედავად იმისა რომ თქვენ თვითონაც ახსენეთ რომ შეხვედრებიც და დაუშვათ ამ მიმართულებით კომუნიკაციაც უფრო აქტიური უკვე განხორციელებულია. კი ბატონო, ძალიან შევამჩნევთ რომ აი ძალიან არის გადამხდელთა განათლება გაზრდილი ბოლო წლებში განსაკუთრებით, მათ შორის კითხვებზეც აესახება მომართვიანობის ნაწილზეც და ამიტომ უკვე სისტემატურ რეჟიმში გადავიდა თუნდაც შემოსავლების სამსახური აი ამ კომუნიკაციაზე, როგორც წერილობით, ისე ზეპირად, ისე ღიაკარი შეხვედრებისგან. ეს ისევ გრძელდება, მუშაობს, კიდევ ბევრჯერ იქნება ამ თემებზე შეხვედრა და გაკეთდება. მაგის გარდა, როგორც აღნიშნეთ, საკონსულტაციოზე წერილობითი ფორმით იქნება პასუხის აღება თუ სატელეფონოზე ზეპირი ფორმით, ნებისმიერ დროს შეუძლიათ რომ მოგმართონ გადასახადის გადამხდელებმა და ამ საკითხებზე უფრო მეტი დეტალებით ისინი მიიღებენ წერილობით ან ზეპირ პასუხს, როგორც თვითონ გადაწყვეტენ. ერთი, რჩევის სახით ვიწყობდი, რომ საქმიანობა კონკრეტულად რა გადის ამ ეკონომიკური საქმიანობის სახეებში და რა ვარდება ამ კლასიფიკატორში, ძალიან კარგი იქნება თუ ფაქტობრივ გარემოებებს ზუსტად დააზუსტებენ და ამ ფაქტობრივ გარემოებებით ზუსტად გაარკვევენ გადამხდელები თუ ამ საქმიანობის რომელ განყოფილებაში ვარდება მეტი საქმიანობა. თუნდაც იგივე სტატისტიკის სამსახურში მიმართვისთვის და მიქიდან შესაბამისი პასუხის აღებისთვის, რომ გარანტირებულად ზუსტად იცოდეს მისი საქმიანობა ამ რეგულაციებში, ახალ რეგულაციაში ვარდება, ექცევა თუ არ ექცევა. ამას ექნება დიდი მნიშვნელობა და სხვა მხრივ შემოსავლები ყოველთვის მზადაა და ღია აბსოლუტურად ყველა კომუნიკაციას. და ასე მინდა ვიკითხო, რა საჯერიმო სანქციები არის და რა შემთხვევაში პირობითად თუ გადასახადის გადამხდელმა სწორად ვერ გადაიხადა ამ შემთხვევაში კანონით დადგენილი საურავები. გასაგებია კითხვა აბსოლუტურად. ნახეთ როგორ რაღაც არის ამ ნაწილში ტიპიურად არანაირი ესეთი სპეციალური ჯარიმის მუხლი ან სპეციალური სამართალდარღვევის რაღაცა ოქმივით არ იწერება. უბრალოდ შეიძლება მოყვეს ის მაქსიმალურად რომ თუ მე ჩავაგდე ჩემი შეღავათი ან დაბეგვრაში და 1%-ით გადავიხადე და დაუშვათ 1000 ლარზე გადავიხადე 10 ლარი ბიუჯეტში, რისკი შეიძლება იმის რომ საქმიანობა ვერ გამსაზღვრეს სწორად და დავბეგრე ერთის ნაცვლად 20-ით, მე ძირი გადასახადი რაც მეკუთვნოდა 1000 ლარზე 20%, ოღონდ გავითვალისწინოთ რომ 100 მცირე ბიზნესი იხდის 1000 ლარის 1%-ს და პირდაპირ ბრუნვიდან და როდესაც ჩვეულებრივით ვიბეგრები 1000 უნდა გამოვაკლო ჩემი გაწეული ხარჯები, რაც გავწიე, სხვაობა რაც დამრჩება ყველა ხარჯის გათვალისწინებით, იმის შემდგომ 20%. აი ამ 1%-იანსა და ხარჯების შემდგომ დარჩენილ 20%-იანში თუ იქნება განსხვავება, აი ეს სხვაობა დამერიცხება ბიუჯეტში გადასახდელად, რაც შეიძლება მაქსიმუმ ხდეს და მასზე გავრცელდეს დეკლარაციაში თანხის შემცირების ჯარიმა. აი ეს ჯარიმები მერყეობს შეიძლება იყოს 10%-იანიდან მაქსიმუმ 50% შემცირებული თანხის. ძალიან დიდი მადლობა ამ მომწურავი ინფორმაციისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმალურად მეტნაკლებად მივეცით ეს ინფორმაცია, რომელიც მეწარმეებს სჭირდებოდათ. ლაშა კობერიძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.